მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომას. იცით რომ დაანონსებული ჰქონდა სამი საკითხი გამოსატანი დღეს კომიტეტის სხდომაზე, ბიუროს სხდომის შემდეგ დაემატა მეოთხე საკითხი, ეს არის როგორც იცით რომ ყველა დაჩქარებული პროექტი თავიდან გამოდის როგორც კომიტეტზე ასევე სასესიო სხდომებზე, ამიტომ მეოთხე საკითხი დაემატა ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ. ამიტომ დღის წესრიგში გვაქვს 4 საკითხი წარმოდგენილი დღეს. მინდა დამატება შესწორება თუ არავის არ გაქვთ, გთხოვთ კეჭი უყაროთ. დიდი მადლობა. დღის წესრიგი დამტკიცებულია. დავიწყებთ მაშინ პირველი საკითხის განხილვით. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონის პროექტში სახელმწიფო კომპენსაციას და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, საქართველოს კანონის ცვლილებაში შეტანის თაობაზე და მისი თანმდევი საქართველოს კანონების პროექტები, ეს არის სახელმწიფო პენსიის შესახებ და სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ინიციატორები ყავს საქართველოს მთავრობა და მოხსენებელი ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინა წაქაძე. მოგესალმებით ქალბატონო ირინა, თუმცა 4 საკითხი თქვენია დღეს და წარმატებებს გისურვებთ, მოგესალმებით თქვენს გუნდს და გისმენთ. მოგესალმებით, მეც მადლობა ბატონო ზაზა. ზეგი პირველი საკითხი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ის სამი საკანონმდებლო აქტი, რომელშიც შედის ცვლილება პენსიის, კომპენსაციის და სოციალური დახმარების შესახებ კანონები, სამივე ეს კანონი ადგენს სახელმწიფო გასაცემლების, ანუ სხვადასხვა სახის სახელმწიფო გასაცემლის გაცემის ადმინისტრირების პროცესს. ეს ეხება სახელმწიფო პენსიას, კომპენსაციას, სოციალურ პაკეტს და სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფი ოჯახების არსებო შემწეობას. ამავე კანონებში ცხადია მოცემული არის ის საფუძვლები, როცა უნდა შეწყდეს ამ გასაცემლების გაცემა. ჩვენთვის საინტერესო ხამ საკანონმდებლო პაკეტის მიზნებისთვის, ჩვენთვის საინტერესო შეწყვეტის საფუძვლები არის პირის გარდაცვალება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრა და საჯარო საქმიანობის დაწყება. ხა წესი ასეთია, რომ გასაცემლის შეწყვეტა უნდა მოხდეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნოთვის პირველი რიცხვიდან. თუმცა პრაქტიკაში ასე არ ხდება და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში ის, რომ თვითონ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან ჩვენ ვიღებთ დაგვიანებით ამის შესახებ ინფორმაციას და რაც მთავარია, თვითონ ბენეფიციარები, რომლებსაც ევალებათ, რომ შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში ჩვენ აცნობონ ინფორმაცია მიაწოდონ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამწუხაროდ ამას არ აკეთებენ. ერთი მაგალითი განვიხილოთ და ვფიქრობ, რომ საკმარისი იქნება პენსიონერი, მაგალითად ვალდებულია, რომ თუ ის დაიწყებს საჯარო საქმიანობას, აცნობს 15 დღეში, ამის შემდეგ 15 დღეში სოციალური მომსახურების სააგენტოს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, მაგრამ გარდა ამისა, ხა ჩვენ თვითონ ადმინისტრაციულ ორგანოებს გვაქვს ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა და წვდომა ერთმანეთის მონაცემთა ბაზებთან და აქაც ნახეთ, როგორ არის ეს პროცესი აწყობილი, რომ ჩვენ გასაცემლების გადარიცხვის პროცესი გვაქვს ყოველთვის პირველიდან მაქსიმუმ 11-12-ის ჩათვლით. მაშინ როცა დამსაქმებელი განაცემთა შესახებ ინფორმაციის დეკლარირებას აკეთებს ყოველთვის 15 რიცხვის ჩათვლით, ოღონდ ეს ეხება წინათვის მონაცემებს და სოციალური მომსახურების სააგენტო ინფორმაციას იღებს 25 რიცხვის ჩათვლით, იმიტომ რომ 15-დან 25-მდე ძალიან ხშირად ხდება ბუღალტრების მიერ მონაცემების შესწორება, კორექტირება და ასე შემდეგ და იმისთვის რომ მაქსიმალურად სწორი მონაცემი გქონდეს ხელთ, 25-ში ვიღებთ ამ ინფორმაციას და შემდეგ ამას ვიღებთ მხედველობაში და გარდა ამისა თვითონ საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი არის ისე აწყობილი, რომ დეკლარირებული მონაცემების კორექტირების საშუალება არსებობს 3 წლის განმავლობაში. და სწორედ ეს გარემოება განაპირობებს იმას, რომ ყოველდღიურად ხდება ამ მონაცემების ცვლილება. ჩვენ კი ჩარიცხვები გვაქვს გაკეთებული, როგორც მოგახსენეს 12 რიცხვის ჩათვლით და აქედან გამომდინარე, რადგან დაგვიანებით ვიღებთ ამ მონაცემებს, ჩვეულებრივად ამ გასაცემლების ადმინისტრირების პროცესი გრძელდება, ხდება ზედმეტად ამ პენსიის, კომპენსაციის თუ საარსებო შემწეობის და შემდეგ სხვა გასაცემლების გაცემა და ამის შემდეგ, როცა ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, იწყება უკვე მეორე ეტაპი, ძალიან მტკივნეული პროცესი ამ თანხების უკან დაბრუნების, იმიტომ რომ ეს არის ბიუჯეტის თანხები და თითოეული ზედმეტად გადარიცხული ლარი თუ თეთრი უნდა დაუბრუნდეს უკან ბიუჯეტს. ეხლა პროცესი როგორია? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვცდილობთ
მაქსიმალურად ასე ვთქვათ, მშვიდობიანად ამ ყველაფერს მოგვარებას და ბენეფიციარს ან თუ ის გარდაცვლილია მის ოჯახს ვთავაზობთ, რომ ნებაყოფლობით დააბრუნოს უკან ეს თანხა. თუ მისგან გვაქვს თანხმობა, ანუ ცხადია ყველაფერი რიგზია და აქ ჩვენ განწილვადებაზეც მივდივართ და ყოველთვიურად აი 20%-ის დაქვეთვით მაგალითად ამას ვაკეთებ, თუ ის კვლავ არის გასაცემლების ბენეფიციარი, მაგრამ ნუ თუ არა, უნდა დააბრუნოს თანხა, უბრალოდ ესაც შეიძლება რომ განწილვადებით მოხდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ოჯახისგან ან თვითონ ბენეფიციარისგან თანხმობა არ არის, ამის შემდეგ უკვე ჩვენ მივდივართ სასამართლოში და იწყება აი საკმაოდ მკვნეული პროცესი, რომელიც არის დროში გაწელილი. თან ახლა მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მოწყვლად კატეგორიაზეა საუბარი, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები, პენსიონერები, კომპენსაციის მიმღებები და ნუ მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ხო ეს ცხადია დადებითად არ აისახება. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ მოვამზადეთ აი ამ ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გთავაზობთ, რომ 2025 წლის 1 ნოემბრისთვის, აი ამ მომენტისთვის, რაც იყო დაფიქსირებული ზედმეტად გადარიცხული თანხები, მოვახდინოთ ამის ლეგალიზება. ვაპატიოთ, ასე ვთქვათ, ამ ხალხს ეს ზედმეტად მიღებული თანხები და აღარ მოვთხოვოთ მათი უკან დაბრუნება. ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება, რამდენიმე წელიწადში ერთხელ მომხდარა ადრეც და ხა ჩვენში გადავხედეთ წინა ისტორიას. 2013-ში, 2016-ში და 21 წელს არის ბოლო გადაწყვეტილება ამის შესახებ მიღებული. ამიტომ არის რომ ცვლილების გზით მივდივართ და უბრალოდ არის თარიღი შესაძლებელი მოქმედ კანონში. სტატისტიკასაც გეტყვით ძალიან მოკლედ. სახელმწიფო პენსია ლეგალიზებას დაექვემდებარება 1.200.000 ლარი, დაახლოებით კომპენსაცია 600.000 ლარი, სოციალური პაკეტი 130.000 ლარი და საარსებო შემწეობა 2.600.000 ლარი. დაახლოებით 4.5 ლარზე არის თლიანობაში საუბარი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისედაც აი ამ თანხების აღსრულების პერსპექტივა ძალიან მაღალი არ არის, ნუ ნაცნობი გარემოებებიდან გამომდინარე. შეეხება ეს პაკეტი 1685 პენსიონერს, კომპენსაციის მიმღებ 250 პირს დაახლოებით, სოციალური პაკეტის მიმღებ 300-ზე მეტ ოჯახს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1400-ზე მეტ ოჯახს. ეს არის ძირითადად ამ პაკეტის შინაარსი. გისმენთ, ვადებერ, შემდეგ ალბათ გუმანიტარული ნაბიჯია ეს ამას სახელმწიფო ყველა მიესალმება, რასაკვირველია. მე ვიგეთ ესეთი მოგზაურობრივი თხოვნება ეს ერთხელ ორჯერ გამეორდა უკვე და აი ამ დროში აცდენას რა პრევენცია დაუყენოთ, რომ ეს იყოს სინქრონი და არ იყოს ეს დიდი უხერხულობა. იმიტომ რომ გასცემული თანხის უკან დაბრუნება თუ მეტად შესწრომის მიზეზი რაღაც ტექნიკური ხარვეზია, რომელიც მოწესრიგების გზა უნდა პროფესიონალურმა ფინანსისტებმა და ამ სფეროში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა, გამოცდილმა ადამიანებმა უნდა მოგცემ ეს რეკომენდაცია. თქვენ ხომ მოგიძიებიათ რამე გზა, ხომ დაწყებულ ამაზე ლაპარაკი, რომ შემდგომში ასეთი უხერხულებები ავაცილოთ ჩვენ მოსახლეობას. სწორად ძალეთ, მოსვლადი ნაწილია. ძალიან პირიქით სრულმუდმივ საჭიროებას მოითხოვს ესეთი ადამიანები აქ და სახელმწიფო მათთან კონფრონტაციაში როგორ შევა, არ უნდა შევიდეს. კარგი გადადგმული ნაბიჯია, ის კი არა, ენა როგორ უნდა მოგიწევდეს, ან როგორ უნდა დაწერო საჩივარი, რომ შენ ფული უკან დააბრუნე. მადლობა ამისათვის, ამ ინიციატივისათვის და უბრალოდ ეხლა საჭირო იქნება, როგორც ექიმებს შევჩვენის, მაქსიმალურად ფინანსისტთან ერთად მეცნიერული ნაბიჯი, როგორ დავიწყოთ თავიდან მომდევნოში ასეთი ხორხულობანი. მადლობთ. მადლობა ბატონო ვადებერ, ქალბატონო ირინა გისმენთ. მოგესალმებით ქალბატონო ირინა, მე ვეთანხმები ბატონ ლადოს, რომ მართლა ძალიან ისეთი გრძნობიარე თემაა ძალიან და გარკვეული ფორმის უხერხულობასაც ქმნის. რაღაცა ხო უნდა შევიმუშაოთ კანონმდებლობის დონეზე, რაც ამ საკითხს დაარეგულირებს და კიდევ ერთხელ ამის აუცილებლობის წინაშე არ დავდგებით. ან ურთიერთთანამშრომლობის უწყებების ნაწილში რომ მოხდეს ისეთი ფორმის შეთანხმება, რომელიც ამისგან დაგვაზღვევს, თორე ამას დაუსრულებლად რამდენჯერაც გავაკეთეთ, იმდენჯერ მოგვიწევს კიდევ უფრო მეტჯერ მოგვიწევს გაკეთება, ეს ერთი. და მეორე, რაც მაინტერესებს. გავიგე, რომ ეს რაოდენობა ამ გარკვეული რაოდენობის ადამიანების ნაწილში ამნისტირებული უნდა იყოს. აი ამ პერიოდში წინა პატიებიდან, ასე ვთქვათ, დღევანდელ პატიებამდე, თუ არსებობენ ადამიანების ის კატეგორია, რომელსაც საიდანაც არ მოვიღეთ ეს თანხა. იმიტომ რომ პერიოდი საკმაოდ დიდია და თუ არსებობს ასეთი ადამიანები და რა მოხდა აი ამ ნაწილში, თუ შეგიძლიათ. მადლობა. დიახ, ისოთ. მოგესალმებით.
მივესალმები კოლეგებს, მოგესალმებით ქალბატონო ირინა. ნაბიჯი ძალიან პოზიტიურია და მეთანხმები ჩემ კოლეგებს პათოში ანალოგიურად დამოკიდებულება მინდოდა მეც გამომეხატა. ერთს დავამატებ, მე მესმის რომ ჩვენ ვსაუბრობთ უხერხულობაზე, რომელიც თქვა სახელმწიფოს შეიძლება საკუთარ მოსახლეობასთან კონდეს და ასეც არის. იმიტომ რომ გამომდინარე ეს ისეთი მიზნობრივი ჯგუფებია, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ გაფრთხილება და ხელშეწყობა, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ და ხომ არ აჯობებდა რომ თუ კი ჩვენ არ გვაქვს რაიმე მექანიზმი რომ სხვა შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაცია მოხდეს, იქნებ სხვა საერთაშორისო პრაქტიკა, მეზობელი ქვეყნების გამოცდილება, სხვა გამოცდილება გაგვეზიარებინა. იმიტომ რომ მაშინ უკვე უსამართლობა გამოდის, თუ კი ჩვენ პირობითად ავიღოთ ახლა 1 აპრილამდე ვაპატიობთ და 1 მაისს აღარ ვაპატიებთ, ან პირიქით, რაც ქალბატონმა ირმამ დასვა კითხვა, ანალოგიურ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში უსამართლო გამოდის, თუ კი შარშან ვინმესთვის არ გვიპატიებია და წელს პატიობთ. აქედან გამომდინარე ეს ალბათ ჩემი აზრით რომ იყოს თქვათ უხერხულობის მოხსნა როგორც მოსახლეობის მიმართ, ასევე როგორც სახელმწიფოს მიმართ, ეს უნდა იყოს უკანასკნელი რაღაცა პრეცედენტი და ამის შემდეგ მექანიზმი უნდა შეიქმნას ისეთი რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური. მადლობა. ქალბატონო ირინა. კარგი. არა, ბოდიში კარგი. ბრძანეთ, ქალბატონი ირინა იყო და კარგი. თქვენ ბრძანეთ, ქალბატონო კერტი. მადლობა. ქალბატონი ირინა, ასეთი კითხვა მაქვს. ანუ სოციალური ან კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებიდან, ან ვთქვათ პატიმრობიდან, ყოველ შემთხვევაში მიზეზის დადგომიდან, რამაც უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს მისთვის ეს გასაცემლის მიღება, ყველაზე დიდი რავა გაქვთ დაფიქსირებული, როდესაც გრძელდება მაინც ამ კომპენსაციის მიღება. ეს მხოლოდ ის დღეებია, ვთქვათ, როდესაც ხელფასის თუ გაცემის და ასე შემდეგ, თუ არის ესეთი გრძელი ვადები დაფიქსირებული. გისმენთ ქალბატონო ირინა. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ქალბატონო ირინა, ჩვენ ამ პაკეტს ძალიან ხშირად ხვდებით, ვისაც მოსახლეობასთან გვაქვს შეხება. არაერთი ფაქტი მქონია პირადად მე, როცა ასეთი მსგავსი ფაქტი მოხდა, მაი რაც თქვენს განმარტებით ბარათში აღნიშნე და ადამიანი არის თვითონ ძალიან განაწყენებული ამ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მას არ გააჩნია შემდეგ ის რომ უკან სახელმწიფოს დაუბრუნოს ეს ფული და არის მთელი ამბავი, მე არ მოყვები ამას და ხშირად მეც მქონია სააგენტოსთან ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობა. ერთადერთი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის, რომ ჩვენ ამ წუთას სახელმწიფოს დამოკიდებულება აქვს ანალოგიური, როგორიც გაქვთ, რა თქმა უნდა, ამას ყველა მიესალმება, რომ ჩვენ მოსახლეობას ამ მხრივ და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ეს მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც არსებობენ და ამ შემთხვევაში მოხდა მათთვის ამ თანხების განულება, ოღონდ ერთი თხოვნა მექნება. მე არ ვიცი ახლა ირმამ რა კითხვა დასვა, მაგრამ ალბათ ამას დასვამდა, რომ ჩვენ რასთან გვაქვს იცით საქმე, ადამიანებმა ამის შესახებ არ იციან და ინფორმაცია არ აქვთ. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, თუ ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, რომ სოციალური სააგენტოს აგენტებმა, ადამიანებმა ზოგადად ინფორმაციული ხასიათის აი ესეთი შეხვედრები ჩაატაროს, მისცენ ადამიანებს ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე, როგორ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი გვეუბნებიან, რომ არ ვიცოდი ამის შესახებ, თორემ ამას ნამდვილად არ გავაკეთებთ. დიახ და შემდეგ ისეთი ფაქტები გქონია ჩვენ რომ თქვა იუსტიციის სამინისტროს ვერ დაუფიქსირებია თქვენთან არ მოხდა რა აქ რიცხვაში დაფიქსირებით როგორ არ დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი ხდებოდა 2-3 თვის განმავლობაში პენსიის აღება ღებულობდა ადამიანი იცით ახლა ადამიანები ყოველთვის დაინტერესებულია რომ თუნისი შეგნების დონე არ არის სამოქალაქო ისეთი როგორიც უნდა იყოს და იგი ყოველთვის ღებულობს ამ თანხაზე ჩვენ ძალიან ძიმე ფაქტთან მქონდა საქმე როცა დიდუბეში აგერ ვნახეთ 2 წლის უკან ადამიანს დედა რო გარდაეცვალა და მან განმარტება გააკეთა იმიტომ არ გავაცხადე დედის გარდაცვალების ფაქტი და იყო მიცვალებულთან ერთად მთელი 2 წლის განმავლობაში როცა მეზობლები არ შეწუხდა იმ არსებული ვითარების გამო იმიტომ რომ დედის პენსიას ღებულობდიო წარმოგიდგენიათ როგორ აზროვნებას ამ გვაქვს საქმე ამიტომ მე ვფიქრობ რომ ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები უნდა გაანახორციელოთ ამასთან დაკავშირებით რომ ადამიანების და სახელმწიფომ თუნდაც ამიტომ რატომ უნდა იზარალოს სახელმწიფომ თქვენ კი ბრძანეთ ახლა 4 მილიონი ნახევარი მთელი ამ წლების განმავლობაში შეიძლება 6 წლის განმავლობაში არ იყოს დიდი თანხა მაგრამ 4 მილიონი ნახევრად ალბათ ჩვენ ერთ სოციალურ საცხოვრებს ავაშენებთ და გავაკეთებთ და ვიღაცას ამ კუთხით დავაკმაყოფილებთ და ერთი რამ მინდა კიდე გითხრათ
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები ახლა კმაყოფილები არიან, ამათ იმ ხელმძღვანელები გადანატანი, რომ აი ეს შეღავათები, რომელსაც ახლა თქვენ აკეთებთ და სახელმწიფო აკეთებს და შესაბამისად სამინისტრო, რა თქმა უნდა, ისინი ამას კეთილ საქმეში არ თვლიან და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ კუთხით მეტი ინფორმირებული გავხადოთ მოსახლეობა. დიდი მადლობა. კი ნამდვილად დავეთანხმები ჩვენს კოლეგებს ამ საკითხებზე არაერთხელ გვიმსჯელია ჩვენ კომიტეტზე ისევე როგორც მეორე საკითხი რომელსაც თქვენ შემდეგ გამოვიტანთ და თქვენ აღნიშნეთ რომ 1.200.000 ლარი არის დაახლოებით 1685 საპენსიო ასაკის ადამიანის. როდესაც ჩვენ საუბრობთ და ჩვენი ხელისუფლების თავარი მონაპოვარი არის ის რომ კანონის წინაშე ყველა ერთი ვარ და ეს კომპენსაცია, პენსია თუ ხელფასია იყოს თანაბარი პირობები ყველა ადამიანისთვის, ყველა საქართველოს მოქალაქისათვის. მაგრამ ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც კერძო დასაქმებული ადამიანები იღებენ საპენსიო ანაზღაურებას, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ იღებენ ანაზღაურებას. თუმცა აქაც გამონაკლისები გავაკეთეთ, აი ამ მე-10 მე-11 მოწვევაშიც სპეციალისტების მიმართ და აქაც გამონაკლისები გვაქვს. ალბათ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე და მნიშვნელოვანია რომ მთავრობამ პარლამენტთან ერთად რომ ამ ადამიანებმა ვინც დასაქმებიან სახელმწიფო დაწესებულებებში ალბათ ფინანსთა სამინისტროსთან კიდევ ერთხელ მოგვიწევს მათთან ერთად საუბარი რომ ყველა პენსიონერი მოექცეს თანაბარ პირობაში და მადლობა ამ ინიციატივისთვის, მაგრამ რა ვიცი ალბათ ბატონი არჩილიც აქ არის და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რომ იურიდიულად კანონმდებლობის მიხედვით ალბათ ყველა პენსიონერმა უნდა მიიღოს საპენსიო ანაზღაურება მიუხედავად იმისა თუ სად მუშაობს ის და რა გამონაკლისი არის თუ არ არის. ალბათ თქვენი ხედვა გექნებათ ბატონო არჩილ ამ საკითხთან დაკავშირებით. დიახ, შეგვიძლია რომ აღნიშნული საკითხი რა თქმა უნდა განვიხილოთ, იქ თუ საჭირო არის მათ შორის დაზუსტება ბაზებზე წვდომასთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროებაც არის კანონში დასაზუსტებელი ჩანაწერის გაკეთება, ამაზეც შეგვიძლია რომ მუშაობაც გავაგრძელოთ, რაც კიდევ ერთხელ ეფექტიანობას გაზრდის ერთი მხრივ სახელმწიფო საჯარო დაწესებულებების საქმიანობისა და მეორე მხრივ ეფექტურად განხორციელდება კანონმდებლობის მიზანი, მთავრობის ხელისუფლების მიზანი რაც არის, რომ ყველას ვისაც ასეთი საჭიროება აქვს, კომპენსაცია იყოს. მარტივი საკითხი რა თქმა უნდა არ არის, რთული კომპლექსური საკითხი არის და დამატებით კიდევ დასჭირდება ამ ყველაფერს კიდევ არაერთი მსჯელობა, რომ მათ შორის ტექნიკურ საკითხებზიც იყოს სათანადოდ მოგვარებული. საჭიროება კი რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს თანამშრომლობის, ურთიერთობის ყველანაირ დონეზე და ამ ყველაფერს რა ვიცი და მე ვფიქრობ რომ არ არსებობს ალბათ საკითხი რომელსაც არ იქნება სურვილი რომ გადავჭრათ და სათანადო ძალისხმევა არ გქონდეს რომ მე უკვე ყველაფერი განვახორციელებთ. არაერთი მაგალითი შეგვიძლია ჩამოთვალოთ ამ საკითხთან. მადლობა ბატონ ვლადიმერ. შესაძლოა პოლოგა გახსოვდეს და ეხლა ვისარგებლებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხით ბატონ არჩილ. მოგესალმებით, დიდი მადლობა ასეთი კარგი რემარკისთვის. ეხლა მე მინდა ვისარგებლო და კარგია რომ მოსახლეობას ამ ფორმით ვეგებებით ყველა ერთად. დგება საკითხი ხშირად სალსაკე გვეკითხებიან რომ რატო არის დისკრიმინირებული, ესე მეუბნებიან კითხავთ მე პირდაპირ ციტირებ. საჯარო სამსახურში პენსიონერი და კერძო სამსახურში პენსიონერი. მინდა რომ განმარტება იყოს განმარტება მოსახლე ჩვენი სიტყვა ის განმარტებული სიტყვა არის. და მე და ვიცინასალ მეტყოლო ერთი რამე. მომდევნო მოწვევაში, როცა ამშვიდობიან შენარჩუნებულ ქვეყანაში იქნება დიდი შემოსავალი და კარგი მატება გვექნება სტაბილურობის პირობებში და განვითარების პირობებში, დიფერენცირება 70 წელსა და 70-ის ქვემოთ, მაშინ იმ პერიოდში მოხსნათ და ყველა პენსიაზე გასულ ადამიანმა მიიღოს ერთნაირი პენსია. ეს იგი ნატრა, სრულია ჩემი. აი, ნახეთ როგორ არის უკან მიდევნებული ლამპარივით არის რა ეს ჩვენი თემა. ამ თანხას მაინც ამნისტირებას უკეთებთ, რჩებათ და სანამ ეს მოხდება, მანამდე არის უკმაყოფილების ძალიან დიდი ტალღა იმ მართლა უსამართლობაზე რო აღარ ვილაპარაკოთ საჯარო სამსახურსა და კერძო სამსახურს შორის. საჭიროებაზე აღარც გავამახვილებ ყურადღებას, რამდენად საჭიროა, მაგრამ მაინც უპატიობთ. მაინც ამნისტიას ვაკეთებთ, რამდენჯერ გავაკეთეთ უკვე და აი რაღაცა მართლა უკან მიდევნებული ლამპარებით ვიქცევით. მადლობა, ქალბატონო და გისმენთ. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეკითხვებისთვის.
აი პირველი შეკითხვით დავიწყოთ და პრინციპში გავაერთიანოთ რამდენიმე, იმიტომ რომ რამდენიმე თქვენგანმა ფაქტიურად და ერთი და იგივე საკითხზე გამახვილა ყურადღება. აი ეს დროში აცდენა რატომ გვაქვს ამ ინფორმაციის მიღების და აი ამ სისტემებს შორის სად არ არის თანხვედრა, ხო? ხა მე როგორც მოგახსენეთ, ამ გასაცემლების შეწყვეტის რამდენიმე საფუძველია: გარდაცვალება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრა, სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრა, საზღვარგარეთ დიდი ხნით წასვლა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც აი ყველაზე უფრო პრობლემური საფუძველი არის საჯარო საქმიანობის დაწყება, საჯარო სამსახურის დაწყება, სადაც ერთვებიან უკვე საგადასახადო ორგანოები თავისი საგადასახადო კანონმდებლობით. ხა იგივე კითხვა დაისვა სხვათა შორის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზეც, რომ აი რა გახდა, რომ რითვერ მოხდა რაღაცნაირად აი დროში ამ პროცესების ისე დაალაგება, რომ საგადასახადო პროცესები და ჩვენი პროცესები რაღაცნაირად თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან და ნახეთ მართლა შევეცადეთ, რომ აი აქ რაღაცა გამოსავალი მოგვეძებნა და მე არ ვამბობ, რომ აქ გამოსავალი არ არის, ალბათ უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა, მაგრამ აი ნახეთ პრობლემას რა გვიქმნის. აი დავუშვით ჩვენ გადარიცხვები გვაქვს ყოველი თვის 1-დან 12-ის ჩათვლით, 11-12 არის მაქსიმალური დრო. ბუღალტრები წინათვის გასაცემლების შესახებ დეკლარირებას აკეთებენ ყოველი თვის 15-ში. ანუ ეს ეხება წინათვეს, როცა ჩვენ იმ თვის გასაცემლები უკვე ჩარიცხული გვაქვს. კარგი, დაუშვათ აქ ჩვენ რაღაცნაირად გავაკეთებთ, მოვერგებით საგადასახადო პროცესს და იმ 11-ში და 10-ში კი არ ჩავრიცხავთ, არამედ აი 15-ში და 25-ში, მაგრამ ნახეთ აქ აი მთავარი პრობლემა რა არის, როგორც მოგახსენეთ, ეხა აქაც გულწრფელად ალბათ ჯობია რა ვთქვათ, იმისთვის რომ 15-მდე ბუღალტრებმა მოასწრონ აი ამ განაცემთა შესახებ ინფორმაციის დეკლარირება, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, არ ვიცი, ნულოვანი დეკლარაციების ავტორთვაც ხდება ხშირად და ეს ახლა არავისთვის საიდუმლო არ არის და ჩვენ რატომ გვაქვს 25-მდე ისვა დააღებული, იმიტომ რომ მე მეტნაკლებად 15-დან 25-მდე თუ იმ ბუღალტრის ხელთ არსებული ინფორმაცია ამის საშუალებას იძლევა, ხდება ამის კორექტირება და ჩვენ 25-ში იმიტომ ვიღებთ ამ მონაცემებს, აი სერვისებით მოგვაქვს, ხო? მოსავლების სამსახურიდან და არა 15-ში შეგვიძლია ხო 15-ში გავაკეთებთ, მაგრამ 25-ში იმიტომ ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შეძლების დაგვარად არის უკვე მონაცემები გასწორებული და რეალობასთან მიახლოებული. ეს ერთი და გარდა ამისა რა ვუყოთ აი იმ საგადასახადო კანონმდებლობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში მონაცემების კორექტირების შესაძლებლობას. ანუ აი ქალბატონო გეთი თქვენი კითხვაც იყო, რომ მაქსიმალური ვადა რა არისო, როცა ეს აცდენა ხდება. აი მინდა გითხრათ, რომ 3 წელიც ყოფილა ვადა. იმიტომ რომ აი 3 წლის თავზე შეიძლება მოხდეს საგადასახადო ორგანოების მიერ 3 წლის წინ გადარიცხულ თანხებში და დეკლარირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა და ჩვენ ახლა წარმოვიდგინეთ ადმინისტრირების პროცესი როგორი აი უკიდურესად რთულია ამისი, მაგრამ ვართ იძულებული რომ ეს გავაკეთოთ და მე წავყვეთ აი ამ დღევანდელი მოცემულობიდან წინა 3 წელს და ვასწოროთ და ყოველთვიურად ვნახოთ ჩვენ რო ეს ინფორმაცია გქონოდა იმ თვეში აბა რა მონაცემი გვექნებოდა. აი ამას გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი ამ წუთას ასე არ მაქვს გადაწყვეტის გზა რა ვუყო. ეს არის როცა საჯარო საქმიანობის დაწყებაზეა საუბარი, მაგრამ აი ხა მეცეხან აღარ გავამახვილე ყურადღება, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევები, ესაც აი თქვენ კითხვასაც ეხმიანება რამდენი ხანია დაუშვათ ამ ინფორმაციის დაგვიანება, ხო? გვაქვს ჩვენ ყოველთვიურად ჩვენ სახელმწიფო სერვისების განვითარების აგენტოსთან გვაქვს ძალიან კარგად დაწყობილი ამ ბაზებს შორის კავშირი არის და ნამდვილად ხა ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემა ერთმანეთთან არ გვაქვს, მაგრამ ყოველთვიურად არის იდენტიფიცირებული დაახლოებით 30 შემთხვევა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როცა გარდაცვალებას არ აფიქსირებს ოჯახი. იმითაც კი დავინტერესდით, აი ძალიან ძირისირობამდე ჩაუყევით და დაკრძალვა როგორ ხდება ადამიანის, მაგრამ ხდება. ну ძირითადად ხო არა ქალაქებში და შორეულ და მაღალმთიან ადგილებში ეს ხდება. შესაბამისად ფიზიკურად აქ სერვისების განვითარების აგენტო არაფერ შუაშია, ფიზიკურად ვერ ვიღებთ გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას და ეს არის პრობლემა. თუმცა ხა ოდესღაც ხომ მივიღებთ, ოდესღაც ხო დაჭირდება ოჯახს გარდაცვალების მოწმობის აღება და ну როგორც წესი აქ უფრო მცირე აცდენაზეა საუბარი, მაქსიმუმ აი 2-3 თვე. როგორც წესი, თუმცა ხა თავს ვერ დავდებ, რომ 6 თვის მერეც არ ხდებოდეს, მაგრამ ну აქ უფრო მცირე ვადაზე არის საუბარი. კითხვა დასვით თქვენ ამ ხნის განმავლობაში წინა ამნისტი, თუმცა ხა ისევ ამ პირველ საკითხს რომ დაუბრუნდე, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენ ხა საგადასახადო ორგანოებთანაც და შემოსავლების სამსახურთანაც ძალიან ვეცდებით რომ იქნებ რაღაცა გასაღები ამას უპოვოთ, თუმცა აი არ ვიცი ეს იმდენად საგადასახადო კანონმდებლობის ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი ამ სისტემის ადმინისტრირების მომდევნო ეტაპებზე მონაცემების კორექტირების შესაძლებლობა, რომ ნუ აი მე ამას არ ვიცი ჩვენ ყოველდღიურად ფეხი როგორ უნდა ავუწყოთ. ამ წუთას ნამდვილად არ გვაქვს მზა რეცეპტი, თუმცა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა. აბსოლუტურად მესმის ეს უკან მიდევნებული ლამპარის
პათოსი. ვინ გადაიხადა და რა ნაწილმა გადაიხადა წინა ლეგალიზებიდან დღემდე. ეს ინფორმაციაც მოვიძიეთ, ესე იგი დაახლოებით 5 წელი არის გაცული წინა ლეგალიზებიდან დღემდე და 1.5 მილიონი თანხა არის გადახდილი. ოღონდ ამ თანხაში შედის როგორც ნებაყოფლობით დაბრუნებული თანხები, ასევე არა ნებაყოფლობით იძულებით, ოღონდ იძულებაში აქ არ გულისხმობ მაინც იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. იგივე სასამართლოს გზით და ხო თუ სასამართლო წაგებული სასამართლო არ გადაიხადა არაღასრულო ნებაყოფლობით, შემდეგ უკვე იძულებითი აღსრულების ღონისძიებებიც ერთვება. მაგრამ აქაც ახლა კანონმდებლობა რაღაცა ამ მოწყვლადი კატეგორიის ინტერესებს მაქსიმალურად იცავს და იქ არის ესეთი პრინციპი, რომ საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა დარჩეს ადამიანს, პენსიონერს მაგალითად, რაც არ უნდა იძულებით აღსრულება მიაქციო მის ყოველთვიურ შემოსავალზე. როგორც წესი 20%-იანი დაქვითვით ხდება ხოლმე, მაგრამ როგორი გადახდებინებაც არ უნდა იყოს, მას საარსებო მინიმუმი, რომელიც არის ყოველთვიურად დაახლოებით 300 ლარის ფარგლებში ამ მიზნებისთვის ის ყოველთვის რჩება პენსიიდან თუ კომპენსაციიდან თუ სხვა გასაცემლებიდან, მას ყოველთვის რჩება ანგარიშზე. საერთაშორისო პრაქტიკას მოვიძიებთ აუცილებლად კი და თქვენი კითხვა რაც იყო, რომ რაღაცნაირად არათანაბარი მიდგომა გამოდის, ვინც გადაიხადა იგივე იძულებით თუ ნებაყოფლობით მით უმეტეს, ვინც კეთილსინდისიერად დააბრუნა ეს თანხა უკან და ამ კატეგორიის მიმართება იმ ხალხთან მიმართებით, ვისაც ახლა ჩვენ ვათავისუფლებთ ხო ამ ტვირთისგან. ზოგადად ნახეთ როგორი რაღაც არის, ყოველთვის როცა სახელმწიფო დგამს ჰუმანურ ნაბიჯს, ეხება ეს ამნისტიას, ეხება ეს ლეგალიზებას, ეხება რაღაცის პატიებას, ყოველთვის ჩვენ გვაქვს ორი განსხვავებული კატეგორია, ხო, ვინც ნებაყოფლობით იგივე ხა სისხლის სამართალშიც რომ ავიღოთ, წმინდა ამნისტია რაც არის სისხლის სამართლებრივი ამნისტია, ადამიანები, რომლებიც არ ყვებიან ამ ამნისტიის მოქმედების რეგულაციების მოქმედების სფეროში იხდიან სასჯელს ჩვეულებრივად, ხო, მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ გამოდის ამნისტიის აქტი და იგივე კატეგორიაში მყოფ ადამიანებს რაღაცა გარკვეულწილად ათავისუფლებს ან უმსუბუქებს ტვირთს. ეს არის ზოგადად ამნისტიის ლეგალიზების და ყველანაირი ჰუმანური ნაბიჯის არსი. მაგრამ თუ ჩვენ ახლა მანამდე რაღაცნაირად გამოვასწორებთ ამ სიტუაციას, მე ასეთი ლეგალიზებებიც ამ სფეროში ყოველ შემთხვევაში აღარ დაგჭირდება. უკაცრავად გავრთანი შეგაწყვეტინეთ. უბრალოდ არ არსებობს არც ერთი საფრთხისგან გათავისუფლების კანონი, არც ერთი ამნისტიის, რომელიც სასჯელის სახით მაგალითად თანხის ნაწილს ჯარიმას ითვალისწინებს და მას უკუქცევითი ძალა ჰქონდეს, ანუ უკვე გადახდილი ჯარიმა, უკვე გადახდილი საფრთხელი უკან იყოს დაბრუნებული, ამას თავისი ახსნაც აქვს. უბრალოდ ეს არის, რომ სამართლებრივი და ფინანსური უსაფრთხოების საკითხი არის, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ თუ უკან არის რიცხვითაც გაგრძელდება, მთელ რიგ შემთხვევებში შესაძლებელია საერთოდ ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი, რიგ შემთხვევებში შეიძლება საერთოდ ერთი წლის ბიუჯეტიც კი არ იყოს, იმიტომ წლების განმავლობაში, მაშინ ესე ვერ აიღებ უბრალოდ და ვერ ეთქვა კონკრეტულ თარიღამდე, რაც კი მაგალითად შესაძლებელია რომ არსებობდეს კონკრეტული ჯარიმა, როგორც კი გადაწყვიტა რომ არსებობს სახელმწიფომ დააწესა, იმ მომენტიდან გადახდილი ჯარიმები უკან უნდა დაბრუნდეს და ეს უკვე კოლოსალურ ციფრებზე იქნება გასული, ეს ერთი მხრივ. თუ ჯარიმებზე ვისაუბროთ, მეორე მხრივ ეს არის მთავარი, რომ პრევენციის ნაწილი, მთავარი მიზანი ეს არის და არა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის დაკისრება, მაგრამ ორივე თანაბარი მნიშვნელოვანი საკითხია. ყოველთვის ყველა შემთხვევაში არის უკვე გადაუხდელ ჯარიმაზე, გადაუხდელ საურავზე, ან მაგალითად გადაუხდელ გადასახადზე. გადასახადებზე რომ დავიწყოთ საუბარი, თუ გადახდილია გადასახადები იმის უკან დაბრუნებას, ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ აწევს უბრალოდ შეუძლებელია და ეს მოაკლდება მე უკვე ისეთ გასაცემლებს, როგორც არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არის რასთან დაკავშირებითაც ახლა ვსაუბრობთ, კომპენსაციების გაცემა, პენსიების გაცემა, ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება, უბრალოდ ამ ყველაფერს ვერაფერს ვეღარ მოვახმართ თანხებს და ნებისმიერ შემთხვევაში კი გვიწევს, ხშირად არის ხოლმე მათ შორის, რომ ადამიანს შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში გაუჩნდეს უსამართლობის შეგრძნება, განსაკუთრებით გადახდილ გადასახადებთან დაკავშირებით, მე გადავიხადე გადასახადის, სხვამ არ გადაიხადა, მას ეპატია, მაშინ რანაირ თანაბარი დამოკიდებულება, მაგრამ არის მოცემულობები, როცა პატიობ და ჰუმანურ აქტს იღებს პარლამენტი, რომელიც არის ხოლმე ძირითადად არა ერთჯერადი და არა მრავლობითად განგრძობადი. უბრალოდ სხვა მოცემულობა, სხვა სივრცე ბუნებაში არ არსებობს და არც არავის არ მოუფიქრებია თანამედროვე სამყაროში. ყველაზე უკეთ გამოსავალი რაც არის ხოლმე
ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ რასაც ვზანებთ რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში იყოს შესაძლებლობა რომ მაქსიმალურად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ასეთი ასთელები, მაგრამ არის შემთხვევები რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაითვალისწინებ ყველა იმ შემთხვევას, რაც კი შეიძლება ბუნებაში დადგეს. მით უმეტეს საჯარო სექტორთან დაკავშირებით კიდევ უფრო შედარებით მარტივად არის საქმე, მაგრამ როგორც კი აქ კერძო სექტორი შემოდის და შემოდის მათ შორის მთელი ადმინისტრირების ნაწილი კიდევ უფრო რთულდება ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა უშუალოდ პრაქტიკაში და იწევს ხოლმე ასეთი გადაწყვეტილების მიღება. კი, ჩვენი ფუნქცია და ჩვენი მოვალეობაც არის მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ, მაგრამ ალბათ ვერ იქნება ისეთი შემთხვევა, ისეთი შესაძლებლობა, რომ ბოლომდე განულდეს ასეთი გამოწვევების არსებობა. ნაკლებად წარმომიდგენია, რომ ასეთი შესაძლებლობა იყოს. და თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკასაც, მაგალითად გადასახადების ადმინისტრირების ნაწილში და სხვა თემაა, მაგრამ მაინც მსგავსი გამოწვევები ყველა ქვეყანას აქვს და აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში თავმაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადასახადების ადმინისტრირება როგორც ხდება, ჯანდაცვის სისტემის ადმინისტრირება როგორც ხდება, გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე სხვა ბევრ თუნდაც სხვა კუთხით წარმატებულ ქვეყანაში, თუნდაც მაგალითად, რა ვიცი, ისეთი გადასახადები როგორც კომუნალურებია და ასე შემდეგ, განსხვავებულად კიდევ უფრო მეტად შესაძლებლობას უქმნის ადამიანებს, რომ დროულად კანონის შესაბამისად წესით გადაიხო და ამ საწოლო ორგანოს შესაბამისად თავის ფუნქცია განახორციელოს. მადლობა. გქნებავთ კიდე რა იმხელბატონო? დიახ, დავესრულებ კითხვებზე პასუხს. აი ქალბატონმა რიმამ ბრძანა რომ ინფორმაცია რომ არ აქვთ ხშირად ოჯახებს და ბენეფიციარებს შეწყვეტის საფუძვლების შესახებ. ეს ძალიან საინტერესო საკითხი არის სხვათა შორის, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ იმას, რომ მაგალითად პენსიონერს და მის ოჯახს არ ქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ ის დაიწყებს საჯარო საქმიანობას, მას არ აქვს ხელფასის და პენსიის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა. ეხლა ის საკითხიც რომ მოვიცვათ ბარემ ბატონო არჩილ სანამ წაბრძანდებით, აი პენსიის და ხელფასის ერთდროულად აღება და მე დავუბრუნდეთ ამ დასმულ შეკითხვას. ამ თემაზე ჩვენ ამ კომიტეტში ძალიან ბევრი გვიმსჯელია და იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც ბევრი გვიმსჯელია და ნამდვილად არ არის ერთნაირი მიდგომა კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის და საჯარო სექტორში იქ არის რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირი გამონაკლისი და აი მე გულწრფელად გეუბნებით, ყოველთვის აი როცა დღის წესრიგში დგება ხოლმე საკითხი, რომ აი ეს პენსია მას ეკუთვნის თუ არა, ყოველთვის მიწევს იმ მუხში ჩახედვა, რომ ნახო, აბა იქ რომელი სიპები არის გამონაკლისი და იქაც არაერთგვაროვანი განმარტების საგანია, იმიტომ რომ არის აი მუზეუმები მაგალითად, ხო, მუზეუმ ნაკრძალები ზოგიერთ შემთხვევაში ის მუზეუმი თუ მუზეუმ ნაკრძალი მუზეუმის ცნებაში, დეფინიციაში შედის და ამ მუზეუმებში ხვდება, მაშინ მას აქვს იქ მომუშავე ადამიანს ხელფასის და პენსიის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა, მაგრამ თუ რაღაცა არ ვიცი, ჩანაწერის გამო არ ხვდება იმ მუზეუმის განმარტებაში, არა და ხშირად გვაქვს არ ვიცი, აი თეატრი იგივე, ხო, სახელმწიფო და კერძო თეატრი, ერთგან მომუშავე ადამიანი იღებს ხელფასს და პენსიას და მეორეგან ვერა. ერთ სიტყვით აქ ეხლა ამ თემაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, იმის თქვა მინდა, რომ ეს გვაქვს კომპლექსური საკითხია და ნამდვილად ეს მოსაგვარებელი არის ეს საკითხი კი. და რაც შეეხება ქალბატონური რიმაი რომ დაუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას, ინფორმაცია არ აქვთო. ნამდვილად ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავავრცელოთ ინფორმაცია პენსიონერებთან შორის და მათ ოჯახებს შორის, რომ მათ კონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ ისინი აი მცირე ვადით მაინც აი ხშირად განათლების სამინისტროს უთგება იგივე საჭიროება ჩვენ სამინისტროს, სხვა სამინისტროებსაც საჯარო დაწესებულებებს გულისხმობს, სადაც აი რამდენიმე თვიანი კონტრაქტი დაკონტრაქტების საჭიროება არის და იმის გამო რომ ამ ადამიანმა პენსია არ დაკარგოს, ნუ მე არის ხოლმე ამასთან დაკავშირებით პრობლემები და კი, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ მოვიფიქრებთ რაღაცა გზას მათ შორის ამ ინფორმაციის გავრცელების. მაგრამ ნახეთ, ასევე რა მინდა გითხრათ, ყოველთვის ინფორმაციის უქონლობა არ არის მიზეზი. აი იგივე ის მაგალითი ახლა თქვენ რაც ბრძანეთ. აი მანდ ახლა რომელი ინფორმაციის მიწოდება უშველის და გამოასწორებს ამ სიტუაციას. ხო? კი, და ეს ახლა მართლა ესეთი ძალიან რადიკალური მაგალითია, მაგრამ ახლა ამას რო არ გამოვეკიდეთ, აი ჩვეულებრივ სხვა შემთხვევებიც რომ ავიღოთ, როცა
პენსიონერი გარდაიცვლება, გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა და ამ შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აქვთ ვალდებულება, რომ გარდაცვალების დადგომიდან მომდევნო თვის განმავლობაში სოციალმსახურების აგენტოს მიეწოდონ ინფორმაცია. როგორ მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როცა პენსიას იღებს ადამიანი, აქ ხარ არის საუბარი საჯარო დაწესებულებაში მუშაობა დაიწყო და აქვს თუ არა ერთდროულად პენსიის და ხელფასის მიღების უფლება. პენსიონერზეა საუბარი, ის იღებს პენსიას და გარდაიცვალა ეს ადამიანი. როგორ შეიძლება ოჯახს არ ქონდეს ინფორმაცია, რომ მან გარდაცვლილი ადამიანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო გასაცემლის მიღება აღარ უნდა გააგრძელოს, ხო? ანუ ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან საქმე და ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც აი ამ საინფორმაციო ინფორმაციის არასაკმარისობასთან, რასაც ჩვენი ძალებით შეიძლება რომ მივხედოთ. კი. გეთანხმებით, კი. მე მგონი ამოვწურე პრინციპში. დიდი მადლობა. კენჭის ყაზა დავაყენებ ვარმა ამ საკითხს და კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. ერთხელ მივიღეთ დიდი მადლობა ამ კანონის მხარდაჭერისათვის. ამ კანონების უпростоრად. გადავდივართ დღის წესრიგის მეორე საკითხზე, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის სახელმწიფო კომპენსაციას და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აქაც ინიციატორი საქართველოს მთავრობა და ისევ ქალბატონი ირინა წარდგენი ამ კანონის და გისმენთ ქალბატონო ირინა. მადლობა ბატონო ზაზა. პრინციპში ამ პროექტს თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იმიტომ რომ ამ ცვლილებების შემუშავების თაობაზე ინფორმაცია მიღებულია იმ სამუშაო ჯგუფის ინფორმაცია არა, გადაწყვეტილება მიღებულია იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ამ კომიტეტში იყო შექმნილი და ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ და ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ხა ძალიან მოკლედ რომ შეგახსენოთ, რასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში 2024 წელს, როდესაც შევიდა ცვლილება, შემოვიდა ახალი კოეფიციენტები და მთელ რიგ ყოფილ თანამდებობის პირებს, ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვილ პირებზეა საუბარი, გადაუანგარიშდათ კომპენსაციები. მოემატათ ეს კომპენსაციები, ცვლილება შეეხო დაახლოებით 9000-ზე მეტ კომპენსაციის მიმღებს შეეხო ეს ცვლილება. თუმცა შემდეგ როცა ჩვენ დავიწყეთ ამ ცვლილებების აღსრულება, აქ გამოიკვეთა პირთა გარკვეული კატეგორია, რომლებსაც ეს გადაანგარიშება არ შეეხო და საერთოდ ამ ცვლილებების რეგულაციების სფეროში არ მოხვდნენ. ეს კატეგორიებია, ესე იგი, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან დათხოვნილი პირები, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, აი აღარც კი არსებობს ხოლმე სამინისტრო, საბაჟო დეპარტამენტიდან დათხოვნილი პირები და ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირები. მათ ჰქონდათ კომპენსაცია დანიშნული არა აი ამჟამად მოქმედი 2026 წლის კანონით, არამედ სპეციალური მანამდე მოქმედი სულ სხვა დასახელების და სულ სხვა შინაარსის კანონით. ხა ეს რატომ მოხდა? მანამდე ეს ადამიანები იღებდნენ სამხედრო პენსიას, ეგრეთ წოდებულ სამხედრო პენსიას და როცა 2026 წელს ეს ახალი კომპენსაციების და აკადემიური სტიპენდიების შესახებ კანონი შევიდა ძალაში, ეს კატეგორია საერთოდ აღარ გაითვალისწინა. ეს ადამიანები თავის სუბიექტებად აღარ მიიჩნია, მაგრამ იმისთვის, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესებულიყო, მათი სამხედრო პენსია ჩათვალა პირობითად სახელმწიფო კომპენსაციად, ასე დაარქვა და გააგრძელდა ჩვეულებრივი ამის გაცემა როგორც სახელმწიფო კომპენსაციის. და ალბათ ამიტომაც ამ ადამიანებს ჰქონდათ მოლოდინი და ალბათ ნაწილობრივ ლეგიტიმურიც, რომ როდესაც 24 წელს შევიდა ცვლილება და გადაუანგარიშდა ყველა სხვა კატეგორიას კომპენსაცია და მოემატა მისი ოდენობა, მათაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ მათ მიმართაც მოხდებოდა იგივე გადაწყვეტილების მიღება, რადგან თავს თვლიდნენ ისინი დანარჩენ კატეგორიებთან მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, თანაბარ სიტუაციაში მყოფ პირებად. მაგრამ ასე არ მოხდა კანონის ჩანაწერის გამო, რადგანაც კანონმა თქვა, რომ ამ კანონის შესაბამისად, ვისაც აქვს დანიშნული კომპენსაცია, აი ფორმულირებას აქვს მნიშვნელობა და ამ ადამიანებს ჰქონდათ არა ამ კანონით, არამედ ძველი კანონით, ეგრეთ წოდებული შენარჩუნებული უფლების ფარგლებში. ამიტომაც გთავაზობთ, რომ ალბათ უფრო სამართლიანი მიდგომა იქნება, რომ ამ ადამიანებსაც ერთჯერადად გადაუანგარიშოთ ჩვენ კომპენსაცია. კიდევ ერთი კატეგორია არის აქ კომპენსაციის მიმღები პირები, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები. მათზეც არ გავრცელდა ეს გადაანგარიშება და განახლებული ოდენობით კომპენსაციის გაცემა. სტატისტიკას რაც შეეხება, ბევრი არ არის ასეთი ადამიანი, 69 პირზეა სულ საუბარი და თვეში 19,000, ნუ დაახლოებით 20,000 ლარზე, რისი დაფარვაც თავისუფლად შესაძლებელია რომ მოხდეს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით სახელმწიფო კომპენსაციებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ფიქრობთ, რომ ეს იქნება უფრო სამართლიანი მიდგომა ამ კატეგორიების მიმართ და
ამიტომაც გთხოვთ. მადლობა, შეკითხვები კომიტეტის წევრებს. მე მაინც მაქვს ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. მუხლი მეორე წერია პირველ პუნქტში ამ კანონის პირველი მუხლის გათვალისწინებულ კომპენსაციის გადაანგარიშების პირობა ვრცელდება მხოლოდ 2026 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში გასაცემ კომპენსაციებს. ანუ 2026 წლის 1 იანვრის შემდგომ. დღეს ანუ 3 თვე გასულია. აი როგორ აპირებთ დაუშვათ ხალბატონო ირინა, როგორ ფიქრობთ ამ პენსიების გაცემას ერთდროულად გადანაწილდება თვეებზე თუ როგორ? ამ კანონის მიღების შემდეგ ეს გვაქვს პირველი მოსმენა, კიდევ ორი მოსმენა გვაქვს. აი ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ? არა. დიახ. ბატონო ზაზა, ნახეთ, ამ წუთას არსებული რედაქცია ისე გამოიყურება, თითქოს ამ კანონს აქვს უკუძალა, მაგრამ მასე არ არის, იმიტომ რომ ამ პაკეტის ინიცირება მოხდა გასული წლის ბოლოს და ჩვენ გქონდა მოლოდინი, რომ ამას განვიხილავდით მოვასწრებით შაშან საშემოდგომო სესიაზე ამ პროექტის დასრულების განხილვის დასრულებას და ამიტომ არის 1 იანვარი აღებული. ანუ ამ პროექტისთვის უკუძალის მინიჭება ჩვენ არ გვაქვს გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე მეორე მოსმენისთვის ეს ვადა უნდა შეიცვალოს და გთავაზობთ რომ ჩავწეროთ 1 მაისი, აპრილის განმავლობაში იქნება მიღებული ალბათ თუ მხარს დაუჭერთ ეს ცვლილებები და 1 მაისიდან გამოქვეყნებისთანავე შეიძლება უბრალოდ ჩვენ აი აქ ფორმულირებისთვის გვჭირდება კონკრეტული თარიღი და ამიტომ გთავაზობთ რომ ჩავწეროთ 1 იანვრის ნაცვლად 1 მაისი, იმიტომ რომ უკუძალის მინიჭება ამ პროექტისთვის ჩვენ გათვალისწინებული არ გვაქვს. შეკითხვები ხო არ გაქვთ კომიტეტისებრ? დიდი მადლობა, ესეც დავაყენოთ თქვენ ჭისხლაზე, მაშინ ხარ ერთხმად დაუჭირა ყველა კომიტეტის წევრმა. დიდი მადლობა ხალბატონო ირინა. გადავდივართ დღის წესრიგის მესამე საკითხზე, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით განხილვა. პირველად უკვე გავიარეთ, მოусმინეთ. აბა გისმენთ ხალბატონო ირინა და შემდგომ მადლობა ბატონო ზაზა, რადგან მეორე მოსმენა აქ ალბათ შინაარსის დეტალური განხილვა ჩვენ აღარ დაგვჭირდება, უბრალოდ ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ ეს არის პაკეტი, რომელიც შეეხება საქართველოს კანონმდებლობაში, ძირითად საკანონმდებლო აქტში და მისიებში ახალი ნივთიერებების დამატებას, რაც გამომდინარეობს გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ანუ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორებისთვის დამატებული ანუ რამდენიმე ათეული ახალი ნივთიერების დამატებიდან. საუბარია ახალ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ერთ ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე და პრეკურსორების დამატებაზე. მუხლობრივად გავყვეთ. მუხლი პირველი გვაქვს რაიმე ცვლილება? პირველი მოსმენის შემდეგ არ არის ცვლილებები. არ გამოცდია ცვლილებები და მუხლი მეორე არ არის ცვლილება. ეს კანონი ამოქმედეს გამოქვეყნებიდან 30 დღეს. აქაც არ არის ცვლილება. არ არის ცვლილება. კეთილი. კი, აქ არ იყო პრობლემა, შინაარსი პრობლემა და ბოდიში. შეკითხვები ბოდიში გიხდით. სხვა რაიმე ცვლილებები არ განუცდია კანონს პირველი მოსმენის შემდეგ. შეკითხვები თუ გაქვთ ხალბატონო ირინასთან. კეთილი, დავაკენოთ კენჭის ყვაზე, ვინარე რომ ერთ უბრალოდ კომენტარს გავაკეთებ. მე პირველი მოსმენის დროს მქონდა ერთი შეკითხვა, მაინტერესებდა სტატისტიკა თუ არსებობდა და ქალბატონმა ირინამ გულწრფელი პასუხი მითხრა, თუმცა ამის მერე გავაგზავნე წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში, გამოთხოვა მინდა, რა თქმა უნდა, მაინტერესებს რა ხდება ამ თვალსაზრისით. დღემდე არ მოსულა პასუხი. ერთადერთი ეს მინდა გავაკეთო შენიშვნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორად ვიყოთ ინფორმირებულები, რა აკეთებს ეს პრეპარატი იგივე რა რაოდენობის ადამიანების გარდაცვალება ხდება წელიწადში პრეკურსორებით, ნარკოტიკული საშუალებით ან დეზოდოზირება. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვადებში ჩაეტევა და სულ პასუხს გაქცევ. ჯანდაცვის სამინისტროშიც გავთ ხალბატონო კეთი გამოგზავნილი. ორი კითხვა აუცილებლად.
კარგი, ვინ არის მომხრე მხარე დაუჭიროთ მეორე ოსმანით? დიდი მადლობა, ისევ ერთხმად, მადლობა. გადავდივართ დღის წესრიგის მეოთხე საკითხზე, ეს არის რომელიც დღევანდელი ბიუროს შემდეგ დავამატეთ დღეს, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის საქართველოს კანონის პროექტის ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისი თანმიმდევრობის საქართველოს კანონების პროექტების ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, ასევე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ჩვენ ერთხელ ეს საკითხი უკვე გავიარეთ, მოусვინეთ, მაგრამ მაინც რეგლამენტი ითხოვს ამას კიდევ ერთხელ მოსვენას განხილვას. გისმენთ ხალბატონო ელენა. იგივე საკითხია, დაჩქარებული წესით განიხილება, ამიტომ ამ საკითხის განხილვა მოგვიწევს დღესაც, ხვალაც როგორც საკომიტეტო, ასევე საპარლამენტო სესიას. გისმენთ ხალბატონო. მადლობა ბატონო ზაზა. რადგანაც ხელმეორედ არის ეს პაკეტი წარმოდგენილი, ხა თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პირველად წარმოდგენის დროს ძალიან დეტალურად ვიმსჯელეთ და გავიარეთ. ამიტომ მე თავს დეტალებით აღარ შეგაწყენთ ნამდვილად. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ძირითად საკითხს ეხება ეს საკანონმდებლო პაკეტი. პირველი არის სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლა, რაც გულისხმობს ერთიან ცენტრალურ სისხლის დაწესებულებასთან ერთად ყველა იმ სხვა დაწესებულებებისთვის, რომლებიც დღეისთვის ფლობენ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას და მეორე საკითხი უანგარო დონაციის პრინციპზე ეტაპობრივად გადასვლას. უანგარო დონაციის პრინციპი 100%-ით უანგარო დონაციას გულისხმობს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 1 აპრილიდან შედიოდა ძალაში და ჩვენ გთავაზობთ, რომ რა თქმა უნდა ეს მიდგომა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია 100%-ით უანგარო დონაცია, თუმცა რადგან ამ წუთას სექტორი არ არის მზად ამისთვის, ჩვენ გადავიდეთ უანგარო დონაციის პრინციპზე ეტაპობრივად 2030 წლის გაზაფხულამდე. შეკითხვები ხალბატონ რინასთან? კი, ნამდვილად და აუცილებლად ამ საკითხს როგორც საკომიტეტო, ასევე სასესიო მოსმენებზე მივიყვანთ ბოლომდე ამ კვირაში. ვინ არის მომხრე? ხავრი დაუჭიროთ. დიდი მადლობა ერთხმად. სხვა შეკითხვები, დამატებები კომიტეტს ხوارაფერი გაქვთ. ამით დღევანდელი კომიტეტის ხომის დღის წესრიგი ამოწურულია. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს